ამინ. მერთმა დაგმოცოთ, მერთმა გაგახაროთ. დღევანდელი მსახურება გასრულდა და ხვალ შესრულდება ერთი წირვა დიდი 9 საათიდან დავიწყებ წირვას ამ ტაძარში, წმინდა გიორგის ტაძარში. ალბათ უმეტესი თქვენგანი ხვალისთვის ემზადებით წმინდა ზიარებასთან ისაახლებლად და მინდა სულ რაღაც 10 წუთი წაგართვათ მაქსიმუმ და წაგიკითხოთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ემზადებოდეს ადამიანი ზიარებისთვის და როგორ უნდა მიახლოს წმინდა ზიარებას. რა თქმა უნდა იდეალური არავინ არ ვარ, შეიძლება მეტნაკლებად რაღაცას ვაშავით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წმინდა ზიარებისთვის უნდა ემზადებოდეთ შეძლების გაგვარად და შესაბამისად აი ეს წმინდა მამის რჩევა კარგი იქნება თუ გავითვალისწინოთ. მრავალი თქვენგანი ამ წმინდა სულიერ ტრაპეზს მალე მიახლება. ეს რომ ზიანის მომტანა და სასჯელად არ გვექცეს და სულის ხონებაში შეგვეწიოს. გაფრთხილებთ და გთხოვთ, სრულიად განიწმინდო და წმინდა საიდუმლოდ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიახლოთ. ნუ რავინ მეტყვის, სირცხვილეულ ვარ, სული ცოდვებით მაქვს ავსებული და ტვირთმძიმევა. თუ კი იფხიზლებ, ილოცებ და იმგვიძარებ. ეს 5 დღე საკმარისია, რომ ცოდვათა სიმრავლისაგან განიწმინდო. დროის სიმცირეს ნუ კი უყურებ, ღმერთის კაცთმოყვარებას მიხედე. ნინეველებმა მისი რისხვა 3 დღეში უკუნაქციეს და დროის სიმცირეს მათთვის ხელი არ შეუშლია. ყოველივეს აღსრულება გულმოდგინებამ და კაცთმოყვარე ღმერთის შეწევნამ შეაძლებინა. მურში დედაკაციც ქრისტეს მიახლა და სირცხვილი წამის ყოფაში ჩამოირეცხა. როდესაც იუდეველები რტვინავდნენ, რადგან ის ქრისტემ არ დააბრკოლა. დაუშვა ესოდენი კადნიერება გამოეჩინა, მათ პირი დაუყო, ის კი განუტევა, ცოდვები შეუნდო და მისი გულითადობა შეიწირა. რატომ? იმიტომ რომ ის კეთილგანწყობით, ანთებული სულით და მხურვალე რწმენით მიიახლა. ის უწმინდეს და ღვთიურ ფეხებს შეეხო, თმები გაიშალა, თვალთაგან ცრემლის ნაკადის დიოდა და ნელსაცხებელს სხებდა, რითაც ადამიანებს აცდუნებდა, სინანულის მიერი კურნება იმითვე აღასრულა, რითიც გარყვნილი ადამიანების მზერას ინადირებდა, ცრემლი იქიდან წარმოადინა და თმებით, რომლითაც ცოდვაში მრავალს ითრევდა, ქრისტეს ფეხები წარხოცა. ნელსაცხებელს, რომლითაც მრავალს აღაგზნებდა, ტერფებზე სხებდა. შენც ასევე მოიქეცი, რითიც ღმერთი განარისხე. მოწყალე ყოფად იმითვე აღძარი. ფულის ტაცებით განარისხე, გული მითვე მოგუპე. დაზარალებულთ ნატაცები დაუბრუნე. იმას შენიც მიამატე და იმისათვის, რაც მიითვისე, ზაქეს მსგავსად თქვი, მივაგო 4 წილი. ღმერთი ენით და ბოროტის მეტყველებით განარისხე და მრავალი ადამიანი შეურაცხავ, გული იმითვე მოუნბე, წმიდა ლოცვები აღავლინე, ვისაც შეურაცხყოფდი და ბოროტად მოიხსენებდი, დალოცე, მადლობდე შენ შეურაცხყოფებ. ამისთვის მრავალი დღე და წლები არ გჭირდება, მხოლოდ ისურვე და ყოველივე ერთ დღეში აღსრულდება. ბოროტება დაუტევე, სათნოება შეიყვარე, მანკიერებას განშორდი. შეეცადე რომ ამგვარად აღარ მოიქცე და ეს შენს განსამართლებლად საკმარისი იქნება. დიდასტურებ და გარწმუნებთ, თითოეულმა ცოდულთა შორის ძველი ცოდვები რომ დაუტევოს, ღმერთს გულწრფელად აღუთქვას, მომავალში მათ აღარ მიუბრუნდება. სული გამართლებისთვის ღმერთი სხვას არაფერს მომთხოვს. ის კაცთმოყვარე და სახიერია და როგორც სამშობიარო ტკივილებით დატანჯულ დედაკაცს მისგან დახსნა უნდა, მასაც წყალობის გადმოღრა ისევე სურს, მაგრამ ამას ჩვენი ცოდვები ეწინააღმდეგება. ამჟამად კი მრავალნი მორწმუნეთა შორის იმგვარ უგუნურებამდე და უზრუნველობამდე მივიდნენ, რომ აურაცხელი ცოდვებით აფსილნი საკუთარ თავზე სრულებით არ ზრუნავენ და ამ ტრაპეზს სადღესასწაულო დღეებში მოუმზადებლად და დაუდევრად მიახლებიან. ის კი არ იციან ზიარების დრო დღესასწაულით კი არ განისაზღვრება, არამედ წმიდა სინდისით და უმციკლო ცხოვრებით. როგორც უბიწო ადამიანს ყოველ დღე ზიარება შეუძლია, ასე დანაშაულისაგან არ გვათავისუფლებს. თუ კი უღირსად ვეზიარებით, პირიქით, განკითხვის მიზეზი სწორედ ეს ხდება, რომ წელიწადში ერთხელ ვეზიარებით და არც მაშინ განვიწმინდეთ. ალბათ ეს ჩვენი სენი არის ეს, რომ ხშირია სამწუხაროდ მარხვაში
სამარხო ქრისტიანები ხდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ მარხვაში გამოვჩდებით, მარხვაში ვეზიარებით, მეტნაკლებად, სიხშირით და მე ისევ მომავალ მარხვამდე ვიყარგებით და აი ეს ლევან ოქროპირი მეოთხე საუკუნის მოღვაწე და მაშინაც ეს პრობლემა იყო და ეხლაც ეს პრობლემა დგა სამწუხაროდ ჩვენში. ამას უნდა მივაქციოთ, რა თქმა უნდა, ყურადღება. ამიტომ გთხოვთ ყველას, წმიდა საიდუმლოდ არა მხოლოდ დღესასწაულის გამო მივიახოთ, როდესაც მასთან მიახლება გსურთ. ეცადეთ რამდენიმე დღით ადრე აღსარებით, ლოცვით, მოწყალებით და სხვა სულიერი საქმეებით განიწმინდოთ. ცოდვებს ნუღარ მიუბრუნდებით, როგორც ძაღლები უბრუნდებიან თავისავე ნათხოვარს. ჭეშმარიტად საკვირველი არ არის. ხორციელ საქმეებზე ისევ ზრუნავთ, რომ დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე სამოს სკივრიდან ვიღებთ, ვამზადებთ, ფეხსაცმელს ვიძენთ, სუფრისთვის ყოველივე საჭიროს უხვად ვიმარაგებთ, 1000 გვარ საზრუნავს გამოვიჩენთ, ვირთვებით და ვიკაზმებით, ხოლო უყურადღებოდ განუწმენდავად, დამშეული და მოუწესრიგებლად მიტოვებული სულისთვის სრულიად არ ვზრუნავთ. სხეული მორთული გქონდეს, სულს კი შიშველს და უმსგავს უნდა ვტოვებდეთ. შენ სხეულს შენივე მსგავსი მონა უყურებს და არაფერი დაუშავდება. როგორი ჩაცმულიც უნდა იყო, სულს კი ღმერთი უმზერს და უდიდეს სასჯელს მოიწევ, რადგანაც მასზე არ ზრუნავ. თუ არ იცით, ეს ტრაპეზი სულიერი ცეცხლით არის ავსებული და როგორც წყაროს თვალი წყალს ბუნებრივად წარმოადგენს, ასევე ისიც ერთგვარ გამოუთქმელ გზნებას შეიცავს. ამიტომ მას ჩალით, ძელით და ბალახით ნუკი მიახლები, რომ ცეცხლი უფრო არ აღაგზნო და მაზიარებელი სული არ დაწვა, არამედ ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით, ანუ კეთილი საქმეებით მოირთო, რომ ეს ნივთიერებაც უფრო განსმინდო და აქედან მონაგებით წახვიდე. თუ კი სულში რაიმე სიბილწე გაქვს, ამოიღე, განაგდე შენგან, რომელიმე თქვენგანს მტერი ჰყავს და დიდი წენა დაითმინა, ასეთებმა მტრობა შეწყვიდე, აგზნებული და გაღიზიანებული სული დაიოგე, რათა შიგნით არავითარი მღელვარება და შფოთი არ იყოს. ზიარებით შენში მეუფე შემოგრძანდება, ხოლო ამ დროს იქ უდიდესი სიმშვიდე და სიწყნარე უნდა სუფევდეს და ზრახვებიც შვიდად უნდა იყო. მერთმა დაგლოცოთ. მე მგონი არაფრის დამატებაც აღარ ჭირდება ამ ყველაფერს და ყველაფერი გასაგებია. მერთმა დაგლოცოთ, შეგეციოთ და აგახაროთ.